მადლობით უნდა დავიწყო ჩემი სიტყვა აუცილებლად მადლობით ამ თანადგომისთვის, იმიტომ რომ ეს იყო ის რამაც აი ეს ჯოჯოხეთური შემიძლია თამამად ვთქვა, ჩემი დაჭერის ეს ეპიზოდი და შემდეგ იქ გატარებული დრო გადამატანინდა და ნუ მე რომ გამოვედი რაც დამხვდა, ეს იყო იმაზე მეტი, რასაც ველოდი და მადლობა თქვენ მედიას, ყველა ადამიანს. მათი რაოდენობა ძალიან დიდია, ურიცხვია და ესენი არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ჩვენ ვიბრძდით. ყველა ის ადამიანი და მართალი ადამიანები და მოკლედ მადლობას ვუხდი მე ყველას. რაც შეეხება ნუ ჩემ დაკავებას თქვენს პირდაპირ ეთერში გადიოდა ეს კადრები და ყველამ ნახა და ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ეს ადვილი იყო, იმიტომ რომ ნუ ფიზიკურ ძალადობის გარდა ნუ რაღაც ნუ არ ვიცი როგორ ახსნა, ეს იყო ჯოჯოხეთი რაც გამოვიარე. იმიტომ რომ რაღაც მომენტში მეგონა რომ მართლა გონება დავკარგე და ნუ ეგონა რომ შეიძლება მომკვდარიყავი კიდეც, იმიტომ რომ ეს სტრესია და თან მაგ დროს ალბათ ფიქრობ რომ ოჯახის წევრებიც გიყურებენ, რა თქმა უნდა, ნუ აი ამ მარშრუტკაში რომ მე და ჩემი მეგობრები დასაჭერს ვეძახით ესე ბრჭყალებში, რომ შემაგდეს, ძალიან დიდხანს არც ვერც მეტყველებდი ლაპარაკის უნარი არ მქონდა. ნუ ჩემთან ერთად დაიჭირეს ორი ბიჭი, რომელიც უბრალოდ სიტყვიერად მომხნევებდა და ეუბნებოდნენ, რომ გოგო ქალია და ცუდად არის და არ დაიჭიროთ და მათ 10 და 15 დღე მისცეს პატიმრობა ამის გამო, რომ მე უბრალოდ მომხნევებდნენ. ნუ რა შემიძლია ვთქვა ახლა, ესენი არიან ჯურღმულიდან გამოსული ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ პირდაპირ მნიშვნელობით სინათლის, რომელიც ჩვენ მხარეს არის და ეს ძალიან თვალნათელია.